Ჩვენ გიგავით რა ხდება კოსმოსში. კოსმოსური ამინდი ის რაც მოხდა დედამიწის კლიმატურ ცვლილებებზე ამინდზე და განწყობაზეც. დედამიწის მსგავსი მოვლენები მზის ზედაპირზე ხდება. ქართველი მეცნიერების კვლევა მზის ტორნადოს შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ასტრონომებმა და ასევე წამყვანმა გამოცემამ განსაკუთრებულად აღნიშნეს. დღეს ამ ნაშრომზე ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. ირაკლი მღებრიშვილი აბასთუმანის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ასოცირებული მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი და ასევე მაია თოდუა აბასთუმანის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი არიან დღეს ჩვენი სტუმრები. დივანშიდობისა დიდი მადლობა რომ მოხვედით. თავდაპირველად ახსნათ, რას ნიშნავს კოსმოსური ამინდი? დიახ, კოსმოსური ამინდი ეს არის ის მოვლენები, რაც ხდება კოსმოსში დედამიწის გარშემო. ეს განსხვავდება ჩვეულებრივი ამინდისაგან შედარებით ახლახან წარმოიშვა ეს ტერმინი 90-იან წლებში და ეს არის ის მოვლენები, რაც ხდება კოსმოსში და რაც ასევე გავლენას ახდენს დედამიწაზე. საკმაოდ დიდ გავლენას. მართალია, ეს არ არის ის მოვლენები, რაც დედამიწაზე ხდება, წვიმა, თოვლი, ქარი, რამე იქ არ არის, მაგრამ სხვა მოვლენებია, ძირითადად ის, რაც ხდება მზეზე. მზეზე მიმდინარე ესეთი მოვლენები შემდეგ ვრცელდება მის გარშემო კოსმოსში, რაღაც ნაწილი აღწევს დედამიწას და შემდეგ უკვე მოქმედებს ეს ყველაფერი დედამიწაზე. დედამიწას გარშემო აქვს ატმოსფერო და მაგნიტური ველი, დედამიწა დიდი მაგნიტური ველი და ეს მაგნიტური ველი არის ჯავშანი ფაქტიურად დედამიწისთვის, ეს როგორც ჯავშანი და იცავს დედამიწას ენერგიული ნაწილაკებისაგან, რომელიც მზიდან მოდის და ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის დედამიწას მაგნიტური. საკმაოდ ხშირად გასასრულა გამართლებასავით არის ხშირად, რომ როცა თავის ტკივილია ან განსაკუთრებით ეხება გუგზის ასეთ დაავადების მქონე ადამიანებს, ალბათ მაგნიტური დღეებია. ხო, რას ნიშნავს მაგნიტური დღეები? დიახ, ზუსტად ეს მზეზე ხდება ხოლმე ხანდახან ამოფრქვევები, რომლებიც შემდეგ ვრცელდება, მოდის ჩვენამდე, დედამიწამდე და მზის ქარის საშუალებით არის ესეთი ცნებაც, ეს არ არის ჩვეულებრივი ისეთი ქარი, როგორც დედამიწაზე, ეს სხვა მნიშვნელობა. მოდის დედამიწამდე და იწვევს გეომაგნიტურ ქარიშხლებს. სხვა სიძლიერის არის გააჩნია. ხანდახან ძალიან ძლიერია ეს, ხანდახან სუსტია. როდესაც ძლიერია, ის მოქმედ პირველ რიგში ეს იგრძნობა პოლუსებთან ახლოს, სადაც ეს იწვევს პოლარულ ნათებებს. და უფრო შედარებით უფრო ნაკლებად მოქმედებს ქვევით და მოქმედებს ასევე დედამიწის მსგავსი მოვლენები მზეზეც ხდება, კერძოდ მინდა შენ ნაშრომს შევეხო, რომელიც ეხება ტორნადოს მზეზე. და რომელიც აღნიშნეს საკმაოდ მოეწონათ ასტრონომიულ საზოგადოებამ ამერიკული შეერთებული შტატების და მოხდა ერთ-ერთ წამყვან გამოცემაში. პროექტში მინდა აღნიშნო, ეს სტატია შესრულებულია ჩემი სადისერტაციო თემის ფარგლებში. ჩემი ხელმძღვანელები არიან პროფესორები თეიმურაზ ზაქარაშვილი და ვასილ კუშიანიძე, რომლებიც ასევე ამ სტატიის თანაავტორები არიან გიორგი რამიშვილი, ბიძინა შერგელაშვილთან და ორ უცხოელ კოლეგასთან ერთად. რაც შეეხება ჩვენ კვლევას, ასევე ჩართულები ვართ საერთაშორისო გრანტებში, როგორც არის Source Planet პროექტი. ამ გრანტებით ჩვენ თქვა ურთიერთობა გვაქვს სხვადასხვა ევროპის სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან. კონკრეტულად ჩემი სტატია ეხება მზის ტორნადოების შესწავლას. ტორნადოების სახელწოდება მომდინარეობს იქიდან, რომ იგივენაირად გამოიყურება როგორც დედამიწაზე დაკვირვებული ტორნადოები, ანუ ბრუნავენ თავისი ღერძის გარშემო, თუმცა განსხვავდება დედამიწის ტორნადოებისგან, რადგანაც ესენი არიან მაგნიტური სტრუქტურები, ასევე მასშტაბებშია სხვაობა. მაგალითად, ისეთ დიდი სხვაობა. დიდია ეს ტორნადო. დიახ, რომ თქვათ, მაგალითად, ჩვენს მიერ დაკვირვებული ტორნადო იყო დაახლოებით 50000 კილომეტრი სიმაღლის, რაც 4-ჯერ აღემატება დედამიწის დიამეტრს. წარმოუდგენელია, მაგრამ ამ ტორნადოებს აქვთ კავშირი პროტუბერანსებთან მზის სხვა მოვლენებთან, რომლებიც წარმოადგენენ მილიონობით ტონა მასას, პლაზმას, რომელიც დაკიდებულია მზის ატმოსფეროში. ჩვენ შემთხვევაში ამ ტორნადომ გამოიწვია ამ პროტუბერანსის არამდგრადობა, რასაც მოყვა ამოფრქვევა. ანუ წინაპირობა რაც იყო, ტორნადომ გამოიწვია ამ მასის ამოფრქვევა, რასაც ჩვენ კორონალური მასის ამოფრქვევას ვეძახით. რაც მოდის მე ვთქვა დედამიწისკენ, ან ღია კოსმოსში გამოიფრქვევა და ზუსტად
ეს ისტორიულად ეს როგორც იწვევს საფრთხეს, ეს დაკიდებული მასები შესაძლოა გამოვიდეს საკომუნიკაციო სისტემები წყობრიდან დაზიანდეს თავმგზავრი, იგივე კოსმოსში მყოფი ასტრონავტები, მაგრამ აი დაკვირვების შედეგად, როცა უკვე მიხვდებით, რომ ეს მასები ჩვენს კეთილ შემდეგ გვაქვს ადამიანებს ეს მექანიზმი, რომ მართოთ უბრალოდ ვიწინასწარ მეტყველებს. ამას საშუალოდ ჭირდება ერთი დღიდან 2 დღე-ნახევრამდე, როდესაც დედამიწამდე მოაღწიოს ამ გამოფრქვეულმა მასამ. და ამ ჩვენ გვაქვს დრო, რომ თავი დავიცვათ გარკვეული მართვადია შეიძლება ამას ვერ მართვათ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სხვა მართვათ თქვა ასტრონავტი არ გავიდეს ღია კოსმოსში და თავი დავიცვათ. აი თქვა სატელიტები გამოვიდოთ ამისათვის. და ზეთი გამოარჩიეს თქვენი ნაშრომი, ანუ სხვაგან უფრო კი ბევრი ქვეყნის ასტრონომია. თვითონ ეს გიგანტური ტორნადოებია ახალი თემა, რადგანაც ეს კოსმოსური თანამგზავრული ტელესკოპები რაც გაიშვა, მაგის მერე მიიქცია ყურადღება, ანუ ბოლო წლების მიდის ამის შესწავლა. ჩვენი ტორნადო კიდე რაც შეეხება ჩვენს მიერ შესწავლ ტორნადოს, ანუ ასე ვთქვათ, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯებია ამ უფლებთან კავშირში და რაც მომავალში თქვა სტატისტიკური შესწავლა მოგცემს პროგნოზირებას. თუმცა აღნიშნოთ, რომ ქართველი მეცნიერების ნაშრომი პერიოდულად იბეჭდება სხვადასხვა გამოცემებში, სწორედ ამ ნაშრომმა მიიქცია განსაკუთრებული ყურადღება. მინდა ობსერვატორიის თემას დაუბრუნდეთ. ზოგადად რა მდგომარეობა, რამდენი დიდია ინტერესი და თუნდაც საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში თუ სტუმრობენ მოსწავლეები თუ ვთქვათ სტუდენტები. დიახ, ეს საერთოდ ძალიან საინტერესო თემაა ასტრონომია ზოგადად და ჩვენ ძალიან კარგია რომ ჩვენ გვაქვს საქართველოში ობსერვატორია. უნდა ითქვას რომ არის ბევრი დიდი ქვეყანა, სადაც ობსერვატორიები არ არის, ჩვენზე უფრო დიდი ქვეყნები. მაგრამ აი ამ ბოლო დროს იმდენად პოპულარულია ეს და მნიშვნელოვანია და აქტუალურიც არის რომ იქაც იწყებენ ობსერვატორიის მშენებლობა. ჩვენ კიდევ უკვე გვაქვს ობსერვატორია. გვაქვს იდეალური ადგილია როგორც იდეალური ადგილია კი და საჭიროა, რა თქმა უნდა, ну რაღაც პროგრესი არის ბოლო წლების განმავლობაში, ნამდვილად შეინიშნება ეს პროგრესი, მაგრამ მაინც კარგი იქნებოდა რომ კიდევ უფრო მეტი პროგრესი ყოფილიყო, ну ეს საკმაოდ დიდ თანხებთან არის. რა თქმა უნდა, ეს თანამედროვე მოდერნიზაცია ჩვენი ხელსაწყოების ტელესკოპების და ასე შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოხდეს ამ მიმართულებით. და დიდი იმედი გვაქვს რომ ეს მოხდება უახლოეს მომავალში. რაც შეეხება საგანმანათლებლო კუთხეს, ეს ამ მიმართულებით ყოველთვის არის ობსერვატორია ძალიან ბევრი სკოლები სტუმრობენ, სკოლის მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით და ლექციები ტარდება, ექსკურსიები და ჩვენ აქტიურად ვღებულობთ თამაშობებას. სერიოზულად გადავიდე. დაუბრუნდები ისო შენ ნაშრომებს. თუ მუშაობ ხარ რამე ასევე რამე მნიშვნელოვანზე შენს გუნდთან ერთად და თუ გავს იქიდან ამ შემოთავაზებები, იგივე თქვა სტატიებზე, თუნდაც შეკვეთა რა ხდება? ჩვენი მზის ჯგუფი პროფესორ თემურ ზაქარაშვილის განზრახონდელობით მუშაობთ გამოწყვლები. ეხლა კონკრეტულად მე ვაგრძელებ ტორნადოების კვლევას. უფრო სტატისტიკური კუთხით, უფრო ანუ ბევრ ტორნადოებს შევისწავლი, რაც პროგნოზირების საშუალებას მოგცემს. ანუ ამ შემთხვევაში სტატიაში ერთი ტორნადო იყო და ეხლა ვსწავლობთ ბევრ ტორნადოებს, ასე ვთქვათ. ხოდრო როცა ყველა ოცნებობდა, ყველა ბავშვის ოცნება კოსმონავტობა იყო. ჩემს რა დღეს აი რაღაც მოთხოვნადია თუნდაც ასტროფიზიკოსო. არც ისე გახშირო ის პროფესია მოთხოვნადია, ასე ვთქვათ, მაგრამ კერძოდ აი თქვენ სფეროში რამდენ დიდია ინტერესი. ინტერესი იზრდება რას დრო გადის, იმიტომ რომ ნამდვილად იზრდება ყველა მიმართულებით, ყველა გლობალური მასშტაბით და იმიტომ რომ ის თემები, რაც ჩვენ უნდა შევისწავლოთ, რაც დრო გადის, უფრო და უფრო იზრდება, უფრო და უფრო აქტუალური ხდება. აი ახლა მაგალითად თუნდაც ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რაც მოხდა ამ საუკუნეში, ეს გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა და კიდევ ბევრი სხვა რამ
ძალიან ფართოვდება ეს თემა და ძალიან აქტუალური ხდება. თან ეს ყველაფერი გარკვეულ დონეზე კავშირში არის დედამიწის ეკოლოგიასთანაც, ხო? და რაც პროგრამის შესაბამისად უფრო აქტუალურია. ადამიანის ფაქტორი გაძლიერებულია და ის ამ ზეგავლენას ახდენს თუნდაც კლიმატურ პირობებზე, აი თუნდაც გამონაბოლქვის სახით, ანუ ეს ანთროპოგენური ფაქტორი უფრო ჩართულია. კი, ეს ახლა უშუალოდ პირდაპირ კავშირში ერთმანეთთან არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა. მაინც გარკვეულ დონეზე. საერთოდ დავასრულებ ფუნდამენტურ მეცნიერებებში ესეთი აღმოჩენები თეორიული სახის ადრე თუ გვიან საბოლოო ჯამში მაინც პრაქტიკულ მნიშვნელობას იძენს. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. და რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები დედამიწაზე, მით უფრო ინტერესდება და უახლოვდება ალბათ. ზუსტად ტექნოლოგიური განვითარებას უწყობს ეს ყველაფერი ხალხს. ძალიან დიდი მადლობა რომ ვიყავით ეს ჩვენი სტუმრები. მადლობა. წარმატებითი გისურვებთ და ჩვენ